აი მოიცა ახლა დავარიგო შეჩება რა დავარიგო მე არ მინახავს არა და თან მივესალმოთ ხალხს ბაზარი არა მებოდიში ესეთი უტაქტობისთვის მოგესალმებით თელ ვარკეთილს მოეწყნარდით მუდმივ ჩაგრა შუქი არ სად არ არის აგერ გავედით აივანზე გავიხედეთ იქით აქით არ სად არ არის ვაფშე შუქი არაჩე ჩვენ მარცხნივ მეზობლები ინდოელები არიან მარჯვნივ რუსია არც ეს ჩვენი ბაზარი არ ესმის მაგრამ ზემოქმედო თუ ქართველები ხართ ჯიგრები ხართ რა ბაზრობდით და გაიგებდით და არჩე ესეთი იდეა მოგვივიდა რომ ჩავიწეროთ ამ უშუქობაში რასაც ვაკეთებთ იმიტომ რომ 5 თვე აქვს ცხოვრობს და მე მგონი პირველად ვილაპარაკეთ ამ 5 თვის განმავლობაში და რაღაცა მაგარი იდეები მოვიდა შეიძლება შუქი ჩაქრა ქუჩაში მაგრამ ჩვენ თავებში შუქი არ ჩამოხდა ჩვენ თავებში გადანაცა შუქი როგორ მოგწონს შევი ჩვენი მომეწონა ეს ობზერვაცია მომეწონა ეს ობზერვაცია იმიტომ ჩვენი თავები განათდა როგორც ობზერვატორია კი ნამდვილად რა თქმა უნდა სხვადასხვის მე ვარ ნიკა და ესეც არის ნიკა წითელი თუ შავი შავი პატივცემულობა ემაყურებლებო არა წითელი დაფიქსირდა ბოზური ფერია დაფიქსირდა ბოზობის აქტი აქვს საერთაშორისო ბოზობი აქტს მოეწია ბოზობის ედიქტი გამოიცა ბოზობაზე ადიქცია გამოიცა ვა ეს დავიდაციები რა თქვი იმბოზგენციები ახლა გამოისყიდი მაგისი არის რა მე აქტზე ხედვის მოაწერა მაგრამ უნდა გამოისყიდო იმბოზგენციები მაგას კეთხვი დავა წილულერმა 95 ბოზი გააკაკა და კოდა მე ვიწყებ მე ვიდეო შემოგთავაზოთ დაწყება და დაწყების თანახმად სხვა უკეთესი რითი უნდა დავიწყო აქ მეორე კამერა უნდა გქონდეს რაც თამაშს დააფიქსირებს მაგრამ მე მეორე კამერა ანათებს 7-იან ჯვარი და ვალე ჯვარი ჩამოვიდა აქ ილუსტრაცია გამოჩნდება აქეთ მხარეს ან აკეთე მონაწილეობს როგორ ამონაცება არ არის შუქიამდე დამოწმო აკეთე ამ მოგვინათეთ რა მე ჩვენ იტვირებით გავანათეთ და დამოწმულია მომინათეთ დავა აგე 7-იან და 8-ანგულები გავატანე რა აი ნახოთ ეს წავიღე შესაბამისად გატანებული აბა არ დავუტოვე რომ არ წაიღე რასაც გაძლევენ შენია რაც არა დაკარგულია არა გაძლევე გამოადი გაძლევე გაიგეთ რასაც გასწე რაღაცში ავიდით მაგრამ აი ძღნის უარყოფა უზრდებობაა ბაზარია რა თქმა დავიგინდა უეჭო უნდა დავი ამას აგე ისი რამია ვისაც უნდა დავი დენის უნდა ამონათება გერმანიის სტრაიკერი ვა დავი ბიჭო ესე უნდა ამოვიდა და ის რო არის ხო ის საუნდ ეფექტი რო ფა დავადა მაიცა ეხლა დავადება ფა აი ეკაი ზედაზე ხო ჩამიწყდა რა საინტერესო მოცემულობაა გაიგე საინტერესოდ მოხდეს ამბობენ ოჯახის ჩაწყვეტა ხმის ჩაწყვეტა ჯობია რა თქმა უნდა წაი ეს რა არის რაც მატანი ეს არის ჯოები ძმაო შევჯვარდით მართლა ხმის ჩაწყვეტა ჯობია წვეთე აი დავი მე გითხარი ხო კი და მოვიგე რა მომე 4 კარტი ეხა აუ წავაგეჩი აუ რა კაი კარტი არა წავაგე ძმაო დაგდებდები აქვე დაგდებდები ხარ რა თქმა უნდა და კიდე შევჯვარდით ორი ცნორი შეჯოებაში 5 კარტაა რო იცოდეთ მე 3 კარტა არის აი რა მოგივა არის
სამკალა და ცხოვრება არის ეგეთი რომ რა მოგივა არის. ხო აი თუნდაც ამ წამს ბოზობის ედიქტი დაფიქსირდა არ ველოდებოდით მაგრამ ცხოვრებაა რა ხდება ხოლმე შეიძლება ხანდახან მოხდეს ეგეთი რაღაცა რა ვახ ვიჯო ჩვენ ეხლა რა შევჯვარდით ხო ჩვენ დაქორწინებულები ვართ თუ ესეც ბოზობის ედიქტი იყო ბიჭი ჩვენ რო შევჯვარდეთ ჩვენ გაჯავრდებია გაგვიჯავრდებია ამიტომ არ გავაჯავროთ ჩვენები და არ შევჯვარდეთ ნამდვილად არ გავაჯავროთ დავა ჯავრებელი ხალხი არ ნებას ვა კიდე 6 არის 6 ჯერ შევჯვარდით კიდე 10 ჯერაც ეს რა საქმე გვაქვს შუქი მაინც არა პაპაბაბო ეგრე ერთობოდნენ შუქი რო არ იყო ბიჭო რამე 6-ის ხო 10 ჯობი ბიჭო ის ხო გახსოვს კაროჩე რამდენიმე წლის წინ იყო მაშინ მოეჭველი ვიცნობდით ერთმანეთს აი გოგოები რო ჩხუბობენ რა ის ერთი გოგო რო დგას და ანუ შენ ის იმარდეს დასაწყისებად მე მტხვანი ვა და 10-იანი რო უშვებს ექვსად ეგრეა მინდა პიზდე გაკავიდა თქვამი არა დაუ მოდი ძმაო აჰა ძმაო უნდავი ასევე დაუქმება თუ აღარ გინდა დავი უნდავი არა მაიცა ეგრე არა თუ შემოვიდა თვითონ უნდავი მაშინ კიდე შეიძლება აუ ეგ პიზდეცია მაშინ ყველა დავიუქდება რაც გიქოს უნდავი შემოსვლა პარტიაა კაროჩე ეხლა უნდა ვწერდე ბიჭო გრაფტერისთვის ტექსტს არა ბოდიში შუქი არ ამქონდა საფში და ბიჭო გამოდა ამ პარალელში ეხლა ხო აი ცოტა შევწყვეტ რა და მე ვიბაზრებ ოხჩი დაბრუნდით მოიცადე ხალხი ვიყურებს გადაგგზავნოთ ჭურია წყალი დალია მოდი შეჩემა არა შე ეს არის ჩვენი პირველი გადაცემა მეორე იქნება თუ არა კაცმა არის ის რა კალათია დამოკიდებული რა ფალშო თუკი უჩაქრება კიდე იქნება ჩვენი ნახვა თუ გაგისწორდება ჩააქრეთ რა და ეგრევე თხრით მეორე ვიდეოსაც აი გახსნას დავაფიქსიროთ კამერაზე ეგრე აუზე ითარა იძალაი ეს ხო არ დავიკიდოთ მურა და ისე ვიბასოთ ეხლა დავამულა მე რო ბაზრობთ რა ის ხო ბარე მაქვართ ბიჭო რაც გაგვისწორდება სპონსორი ჩვენ არ ყავს და პასუხს ჩვენ არავინ არ ეს დაიფარება რა თქმა უნდა ეს დაიფარება რა თქმა უნდა ხო იმიტომ რომ არ გვასპონსორებენ რა თქმა უნდა არ გამოჩნდება რა ის არის ხო აი ხმა მაღლა ვიტყვი ვინ არის ეხლა გაია ჯერა იქნება ბასო მე გვასპონსორებენ ჩვენ აქ არა პირდაპირ იმას მიადე კამერა შეჩემა რომ მე ბევრი წელი მომიწიოთ დაფარვაზე აუ თორე ეხა ეგ თუ არ დაფარე მართლა არ დაგვასპონსორებენ შეჩემა აუ ლუდი ძალიან გაიგო 4 დღე მაცი ვარში ნადებილობი მამენ საუკეთესოდ რო ავარჩიეთ გამოსატანად ოღონდ ეგ მიზეზი ვერ დავამუღამეთ ვერც ერთმა მაცი ვარი გამორთულია ეხა ამაზე კარგ დროს აუ იმდენი ხანი თუ გაიჭი შეიძლება დამოტყუნდენი რობერტ დე ნირო მაშინ რავი ბიჭო ლუდი კაია რა ძალიან არ გათრობს მაგრამ გათრობს იმდანაზე რომ იბადო ვაფშე არ გათრობს მე ლოთი ხარ და ნიდი ხურიაო ლუდი დალია და რას დაგათრობს მოზივიღო კაი მოდი ახლა ვუცოთ ლუდის რიტმი მოვიფიქროთ ლუდს რა ეთება რა ლუდი ხუთი კუდი 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 მაშინ კუდი ეს რეგიგობით ვისაც დაეძრება გააგებს ცუდი ცუდი კლუბი fast food просто ფუდი შეგიძლია ფუდი გიბადონ აი ინგლისური სლოვა არა fast food jazz club ანუ მაგალითად ახე მე და just ლუდი ლუდი ზრიტმა ლუდია არა კლუბი ელიტვება რა უი უნდა იყოს კუკი უი უა ჯინჯეი აი შემდეგი ვით ზალები ხადის დროპი ვა მოგიყვაგე კნუტი სნობი
რავი, ჯუსი. აუღაგე ხარ. და წავაგე, ფუდი მომიტანე შეჩება და. გააგვიმაში თო. ფუდი არის ფუდი და ფუდი. ჯუსი მე. ჯუსი და იაბლოჩნი სოკი კიდე. აი. ფრუტი. ფუდი თუ მოსულა. ხო. ფრუტი მოჭრილი მოსულა. კაი. ფრუტი. სრუტი. რა არის სრუტი? სრუტ. სნუპ არის. არა, სრუტ არის. სრუტის ისმე სრუტი არ არის? ეგ სხვა რამეა. არა, მაშინ სრუტი. რუქი. ამ თვითონ ჩემბოლოს ამ თვითონ თვითონ რომ ძალიან დაძრეული მაქვს. ქურქი. აი ვესტბუკი. გამოთქვი მაშინ ვესტბრუკი. ანუ როგორ ჭენა მოვარელი წმენა. აი ვესტბრუკი. აი სტუკი. კუკი. ეგ იყო უკვე. არა, ეგ კუკი. ბაზარი არა. ეცი სუკი. ეგ გასაშნოს. ეს ბოზები. მაშინ სუკი. ხო არის ხორცნაჭი. ხო, აბაზა ძალიან კაია ბიჭო. ძალიან ანდერეიტედია რო რამე, იმიტომ რომ ჩვენმა თაობამ არ იცის სუკი რა, ანუ ღორი როგორ იკვლება არ უნახავ. მე უჭველი მინახავს ძალიან ბევრი. აი რო ღორი ხალხი ამ ყოფილა. იასნა, ფულის მაგდადებული. სამი კაცი ხარ. ოთხი კაცი ვარ და სამის ფული გვაქვს და გაგვიყოლება. ბიჭო, კაი ანეკდოტია. ავეც. არიცი? არ ვიცი. მარშრუტკის ყოველთან მიდის 4 ტიპი და ეუბნება, მარტო სამი კაცის ფული გვაქვს, გაგვიყვანო? და ის პასუხობს, დავაი დასხეთ 11 კაცის დედაც. ვა. არა. კაი, ეხა მე მოყვები მაშინ ერთთან ერთად რა. თავში ეთიოპიელი ზანგი არის და ამოვა ოქროს თევზს და ოქროს თევზს ეუბნება, რომ სამსული შეგისრულებო რა. და გამოყენდა ეს ეთიოპიელი კაცი გაუსწორდა ძალიან და. კაუჩიო, მინდაო რომ ულიმიტო წყალი მქონდესო, ეგ ერთი სურვილი. თეთრი კაი კატკა თეთრი ვიყო, ეგ იყო მეორე სული და მესამე რომ ყველა გოგო ზედმაჟდებოდესო და ოქროს თევზი ადგა და უინდაზად გადააქცია. ო, აიდიოტები ვარ თვითონ, მაგრამ კაია ეგეც. რო რამე იმენა ვორთქლეია ეგ. აქ ცეცხლები დაიდება მე. ორივე ანგელს. წინახასი როხე და ხალხი რა იგრო ისინი შუა ქალაქი როა რა. ხუმრობა ის რო იყო რომ 4 საათი აბას ამი ხო არ იქნება. არა, მაშინ კაი იყო ბიჭო. მაგარი იყო. ანუ ერთადერთი სერიალია, რასაც აიხარ, აი იუმორი რო არის, რომ ვუყურებ. ხანდახან ეხაც მეცინება ზოგიერთ რაღაცაზე და მაშინ უეჭველი მაგარი იქნებოდა. ხაზავში ჩემა. I love you baby. მაგაზე მაგ აი. შეიძლება ყველაზე მეტი მაგაზე მაგ ნაცინი. ტორტიდან რომ ამოხდა? საჩუქრიდან. ამახსენე. სათვალეებით რო გაიჭიდა, ხო? ხო, მან თემა ის იყო, რომ მარტო მარიკა უნდა ყოფილიყო იქ. ხო, მახსოვს ეგ და უკაინდა ყველა და წინიდგა მარიკა და იმას უყურებდა ეს. ბიჭო, მე ერთი სერია მახსოვს, რომ ანუ სანდროს ეჭიტება რომ შვილი ყავს. მაგრამ დედა ვინ არის არ იცის. გუშინ გავიგეთ რომ სანდრო მამა გახდაო და დედა ვინ არისო და არ ვიცით. აი, ბიჭო. მაინც ფრენსის რიპოფია, მაგრამ არა, ეგ უნდა მეთქვა ზუსტად სანამ მაგისტრს დაიწყებდი, რომ მე არ მაქვს ნახი ფრენსი, მაგრამ ვისაც ახლა ნახი ბევრისგან გამიგია, რომ აი პირდაპირ ხუმრობები არის ნათარგმნი რა. არა, ეგ ყოილი. არა. ბიჭო, აბა რავი, ინსპირაცია შეიძლება იყოს. კი, არა, გარდა იმისა, რომ ინსპირაცია პერსონაჟები არიან ნათარგმნები? არა, არ პერსონაჟები. გეტყვი რა. შუა ქალაქში არის იმენა ქართული სერიალი, ვერ დააბრალებ იმას, რომ ფრენსის პერსონაჟებია გადმოტანილი. ძალიან სწორად არის მოგებული ქართველი ხალხია, ხო? კარგად არის დაწერილი. პროსტა იმ მთელი ჩონჩხი და მთელი აგებულება იქიდან არის გადმოტანილი. ანუ იქაც ერთი ბარი აქვს, სადაც იკრიბები, ან იქაც ერთი ანუ სეტაპი პანჩის სტრუქტურა სულ ერთნაირად არის. ყოველთვის ერთნაირად არის რა. მაგრამ ეს ქართულია და ძერს კი ქართულია, ბახოდ ეთყობა, რომ ისეთი როლი დაწერილია, ვინც ისიც ძალიან უღამარ არის და ბახოდ ვახაც კარგად წერს რა მაგ ხუმრობებს. ხო და აი რაც გააკეთეს რეალურად კარგად, ну აი გემოვნების ამბავია რა, შეიძლება კაი ცუდი გააკეთო რამე.
მაგრამ მასაზე ვერ მოარგო ისე და ამათ თან კაი გააკეთეს. თან გამეინსტრიმს ხო? ხო, ეგორი ერთად ძნელია, იმიტომ რომ მეინსტრიმზე უმეტესად ნაგავი უნდა გაიტანო. ან ისეთი დონის პროდუქტი არ უნდა გაიტანო, რაც აი ტვინი გინდა რომ ჩათვლი. მე მახსოვს 3 წლისა როგორ ველოდებოდი მაგას. აუ 3 წელს ვიყავი რა, ერთ წელში იმენა ველოდებოდი რომ 10 საათზე იწყება რა. მე ცოტა უფრო დიდი ვიყავი. არა, მაგასაც კაკრას ფეხებზე მე კიდე შუა გავარ, შენ ცოტა ისეთი ბავშვობა გქონდა. სიგარეტი დაიბადე, ნაცხოვრი. 3 წლისა შუა ქალაქი ფეხებზე არ მეკიდა ეს. მე ვარ ტიპი, რომელიც აბაშა ბანძა ეხლა დავარ და შეჩება ტელეფონია. წაიქე, ცით პატივცემულო ტელემაყურებლებო. აბა როგორ. ვა, ძალიან მაგარია. ეგ არის, გადავაგწო. ჩვენი თაში რა, ხო ჭირდება. ხო, რა ფლეივა რაღაცა ჩვენ. რომელიც პარალელურ სამყაროში. რომელიმე მომენტში სადღაც აი ცხოვრობ. ვარკეთილი, აი ყვირილი გაიგეთ, ეს არის უეჭველი მტკიცებული. იმას უნდა კეთებოდა მიკროფონი ჩვენ კი. ჩვენ ან ვარკეთილში ვართ, ან გლდანში და გლდანში არ ვართ. ამიტომ ვარკეთილში ვართ. ეხლა არის 23 ივლისი. 23 ივლისს ღამე გლდანში არის ჯგუფი, ვარკეთილში არა. თამაში. მოვაყოფი ხო არა? თქვენ ყველამ დააგეთ თამაში. აი კონსპირაციული თეორიები რო იჩნდება რა, რომ აი ხალხს აპ***ებენ მთავრობები ზოგადად და ნუ კიდე თუ ვინმე მთავრობების მაღლა ეხლა საქართველოში არ არის მე მგონი კონსპირაციული თეორია, მაგრამ აი გაზომბებენ იმენა რა. ან კვირაში 7 დღე ისე ვარ ხოლმე რომ აი რაღაცა უშავო მოდივარ ვიძინებ აი თავისუფლად ვარ ეგრე, ძალიან თავისუფლად ვარ ეგრე ან 100 წელი ვერ გავატრაგე მაგ რეჟიმში ვერაფერზე, იმიტომ რომ რავი დაღლილი ვარ რა. და ეს არის მაგარი აი რეფრეშინგია. აი რომ მოწყდი ელემენტარული რომ იწვიმა ეხლა და ფაერი ცოტა ნესტიანი გახდა ამუღამებ რომ აი 5 შეგრძნება რომ 5-ვე მუშაობს რა. რაც გატრიგერებს ყოველთვის იმას გიგდებს. ხო კი. იმიტომ რომ უმეტესად მაგაზე დავებ კომენტარს. ანა რეაქცია რაღაც. Engagement-ი მაგაზე მეტი გაქვს. რაღაცა რო გაგიხარდება, პროსტა და არეაქტებ. მაგრამ რაღაცა რო დაგატრიგერებს და არეაქტებ სედით რა, ეს მაგარი ხარ. და მე ვაკომენტარე, მე ვიღაც გიპასუხებს, მე შენს უპასუხებ, იჩხუბებ და აი 10 წუთში დღე გაიფუჭე რა. და ის ტიპი ვისაც ედავებოდი, რომ ნახო რეალურად. გაცილებით ნაკლები დაძაბულობით ჩაივლის თქვენი საუბარი. მაგიტო არის მეგონი რომ ეს 3-4 წელი იქნება პროსტა კომენტარი არ დამიტოვებდი. ნასე და რა ქვია თავარი არხი იმედი ყალიბიას არის რა. გავაჯერებ ყველაფერს, იმიტომ რომ მე ვიღაც პოსტავენ არის რომ ვიღაცა მოკვდა. და ვიღაცა რომ მოკვდა ცუდია. მე არ მინდა რომ გავიგო რომ ვიღაცა მოკვდა. იმიტომ რომ მე რო გავიგებ რომ ვიღაცა მოკვდა, ან ვიღაცა შაცხრილეს. მithometes ბავშვები რაც გავიგეს ამ უხაროდ გუში რა. მე მეგობრებო ბიჭო. ანუ მაგებს მე გავაჟ იმიტომ რომ იგებ და ვერაფერს ვერ აკეთებ და არაფერი არ იცვლება. მაგრამ იმ მომენტში ნერვიულობ რა ადამიანი ხარ. ანუ საშინელი ამბავია, აი მართლა საშინელი ამბავია, მაგრამ რა უნდა ქნა რა? თან ცუდი რაც არის რა. დაზღვეული იმისგანაც არ ხარ არანაირად რომ ამეთ ხვალ არ განმეორდება, ან ზეგ არ განმეორდება და აი ნერვიულობ, გინდა არ გინდა ნერვიულობ. და რო გათიშავმა ყველაფერს. აი ცხოვრობ და აი ბიჭო 50 წელში ხო ისედაც გარანტირებულად მოკვდები 60-70-ში რა. და მაგის დედაცვადირე რა, აი ხარ რატო ნერვიულო მაგის გამო და უფრო წყნარად ხარ. თან ცუდი რაც არის რომ აი ჩემმა ისე რომ მაგალითად გლდანში ბევრი საქმე არ მაქვს რა. მაგრამ იციან რომ სამართალოზე შეიძლება ვიყო, სადაც ვაკეში შეიძლება ვიყო, მაგ ტერიტორიაზე თუ რამე. და მაგ ხო ეგრევე მოდის და ჩემისგან რომ კარგად ხარ, აგე ვიღაცა მოკალეს და შენ ხო არ მოკლეს. ანუ შენ ხო არ მოკალი. და ეგრევე თუ არ უპასუხე, მე უკვე ნერვიულობ და რა ნერვიულობ და აი რაღაც წილად შენზეა დამოკიდებული, მაგრამ ბიჭო აი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა რაც დამოღამებული მაქვს ცხოვრებაში. რომ ყოველთვის 100%-იან სიმართლეს რომ იზრდე არ არის აუცილებელი და походу აი ძალიან ცუდია მაგას თუ აკეთებ, იმიტომ რომ ცუდად ხარ. ან რეალობა რომელშიც ცხოვრობთ
არანაირად არ არის დამოკიდებული არც სამართალზე, არც მორალის რაიმე დოგმებზე და უბრალოდ ყველა აკეთებს იმას, რაც შეუძლია რა. და თუ მაგ ყველაფერს გაყები და დაამუღამე რომ ანუ არ ვართ რა იმ სტრუქტურაში, რასაც ჩვენ ცივილიზაციას ვეძახით და ეგონია რეალურად. ცივილიზაციაში არსებობს რაღაც ლავირების საშუალება, სადაც ვიღაცა შეუძლია და აკეთებს რა. და აი უნდა დაიკიდო ყველაზე პროსტა, არ არის აუცილებელი მაგაზე კონდეს კონცენტრაცია. ეხლა მე რასაც ვაკეთებ, მე აუცილებელია რომ ვიყო რაღაც დონეზე დელუზიური და ჩავთვალო რომ ჩემზე მაგარი ტიპი არ დაბადებულა და ჟანგბადი არ ჩაუხუნდავს ვაფშე. იმიტომ რომ იქ რო გავდივარ, ეგ დუხი მჭირდება. და ყველა სხვადასხვა სფეროში და ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებაში ეგ აუცილებელია ოღონდ იმ საკითხებში, რასაც ვერ შეცვლი. თუ რამის შეცვლა შეგიძლია, ან მანდ ბაზარი არაა, მაგრამ აი რასაც ვერ შეცვლი, რაზეც აღამიბაზრე ეგ ყველაფერი რა. აუცილებელია რომ რაღაც პონჩი შენი აღქმა შექმნა მაგ ყველაფერს მიმართ და მაგ აღქმაში იცხოვრო, ვიდრე აი იმენა გაუფილტრავ სამყაროს. ხოდაირად პროსტა სადღაც ანუ რაღაც მომენტში მიხვალ ბოლომდე და მე უარესად გახდები. ანუ ეხლა თუ ხარ რომ პროსტა წყის. ხო. რომ დღეში ერთხელ იგებ რომ ვიღაცა გააგორეს, სადღაც დღეში სამჯერ თუ გაიგე 2-3 დღე, შეიძლება გააგფრინო. კი. და თავისუფლად შეიძლება გაიგო, იმიტომ რომ აი რა იცი ხო სადღაც რეგიონებია, რაიონებია და რეგიონები. ხო, მათ შორის. ნუ აი გადაცემის წყარო არ არის იქ. ანუ შეიძლება დღეს იმაზე მეტი ტიპი დაბრიდეს, ვიდრე ვიცით. მაგრამ ჩვენამდე ვერ მოვიდა ეგ ამბავი, იმიტომ რომ იქ საინფორმაციო პროსტა არ მიდის. ანუ იქ რეპორტაჟი არ არსებობს და ჩვენამდე ეგ ინფორმაცია მოვიდეს რა. და აი წარმოვიდი ყოველდღე რო იგესმის რომ ვიღაცა მოკლეს, აი აღარ გენდომება რა, მინიმუმად ცხოვრება არ გენდომება. ვიღაცა რომ დაიბადა, მაგას ხო არ პოსტობს არავინ. არა. ანუ ჯერ ერთი ცოტა იბადება. ხო. და მაგასაც ხო, მაგასაც არავინ არ პოსტობს, ანუ დღეს ვიღაც რავი მათე დაიბადა, არავინ არ წერს მაგას. მაგრამ დღეს პეტრე მოკვდა, ყველა წერს ვაფშე. მით უმეტეს თქვი? ჩემი ბედრის მენეჯერს წერენ მაგას. გრაფტერას ქვია პეტრე. ხო, გრაფტერას. და გეტყვი ხა სად იკვრება ეს თემა? ანუ მანამდე ხო ვიბაზრეთ შუა ქალაქის გამეინსტრიმებაზე რა. შუა ქალაქის გამეინსტრიმებაზე ვიბაზრეთ და ანუ იმაზე ვიბაზრეთ, რომ რთულია, რომ თან ხარისხიანი პროდუქტი დადო, იმიტომ რომ ხარისხიანი პროდუქტის დამუღამებას ინტელექტის რაღაც დონე ჭირდება, რომელიც ყველას არა. საშუალოზე უნდა მაღალი ინტელექტი ჭირდება მინიმუმ იმ სფეროში, რასაც უყურებ, რა პროდუქტსაც უყურებ რა. ანუ მაგარ ფეხბურთს რო უყურებ, თუ ცხოვრებაში არ გითამაშია, ვერ დაამუღამებ, აი ყველაზე ხშირად რაზეც ხდება ეგ არის ზიდან მარო ლევერკუზენს გაუგანა ფინალში რა, ეგ გოლი რა. და ტიპები ვერ ამუღამებენ ეგ ვოლი რო დაარტყა გვერდულად პახოდო სუსტი ფეხით. რომელიც ძიდან არ ქონდა პროსტა. რამდენად ძნელია რა, აი იქიდან რო ეშვება ბურთი, ზუსტად რომ მოარტყა. იმიტომ რომ ტიპი უყურებს რომ პროსტა ბურთს დაარტყა ამან და მაგას აკეთებს ყველა, მაგრამ აი როცა გიცდია მაგ სფეროში გარკვეული ხარ და იცი რომ ძალიან ძნელი რაღაცა გააკეთა რა. და იგივეა ზუსტად გამეინსტრიმებაზეც, რომ ვერ დაარტყავ, ანუ ინტელექტს ვერ დაარტყავ. ინტელექტი ვერ იქნება შენი სამიზნე აუდიტორია ვერასდროს. ჯერ ერთი იმიტომ რომ მრავალფეროვანია, ყველა ადამიანს თავისი სპეციალობა და ხელობა აქვს და ცოდნა აქვს, რომელსაც აი ვერ მოაქცევ ერთ საერთო იმაში. მაგრამ საერთო ცოდნა რაზეც ყველას აქვს, არის მიმდინარე მოვლენები, აი პოპკულტურა, ხუმრობები, რაღაცა რაც აქტუალურია რა. და იმისთვის რომ თუნდაც ჟურნალისტმა ფული იშოვოს, რა იცხოვროს, თუნდაც იმისთვის რომ გადაცემა გამოვიდეს შემოსავლიანი ნახვადი, ანუ ტიპი დაიდოს engagement-ი რა. ხო და engagement-ი უნდა დაიდოს და ინტელექტზე რო ვერ გირტყავს ემოციაზე. ხვდები ანუ და დადებით ემოციას გაცილებით ნაკლები engagement-ი მოაქვს, ვიდრე უარყოფით, იმიტომ რომ როგორც ვიბაზრეთ, რა იქ მარტო დაარეაქტებ, აქ პახოდ კომენტარს დაწერებ და იკამათებ და იჩხუბებ. და ვიღაცას აგინებ და მე მაგაზე წავაგარჩევა რა. და აი ძალიან ეგრე მიდის, რომ სტრუქტურა ეგრეა მოწყობილი, რომ ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ვიღაცეებს უეჭველი, აი ნერვები უნდა ქონდეთ მოშლილი და ამათი ნერვების ხარჯზე ვიღაცა სხვამ უნდა იშოვოს ფული რა. და მაგიტოა რომ უნდა ადგე და პროსტა დაიკიდო, უნდა მიაგდო რა. თან აი რაღაცა რაც სტაბილურად ხდება და ცუდია გახსენდება ეგრევე, მაგრამ აი
რაღაცა რაც სტაბილურად ხდება და კაია, აი ყოველდღე რო დაიპოსტება. ეგეთი რაღაც რა ხდება ყოველდღიური. მე მგონი არც არაფერი რა. აი ტიპი დაიბადა, მაგას არავინ არ დაწერს. აი ისეთი რაღაც რაც მახსენდება ყოველდღურად არ იწერება, ძალიან იშვიათად იწერება. მაგრამ რაც იწერება ხოლმე არის რომ ქართულმა ძალიან მაგარმა ტიპმა ან სადღაც ჩააბარა ახალგაზრდა, სადღაც მოხვდა. ეგენი შენ ყველა ხდება, მე არ ხდება. მე ყველა ხდება ეგენი. კი, იმიტომ რომ მევასება მაგიებს გაგება რა. ხო და რა ქვია, სადღაც მოხვდა და თან ცუდი ის არის რომ ყველა ისე მოხვდა, ანუ კაია რომ ყველა ეგრე მოხვდა რომ რაღაც ძალიან დიდი დაფინანსება აიღეს. მაგრამ აი ძალიან დიდი დაფინანსება თუ არ აიღე, რასაც ერთეულები აკეთებენ, მაგის გარდა რომ იმენა ვერ მოხვდები, ყლეობა რა. სხვათა შორის ბარი მაგაზე ლაპარაკობდა. ძალიან ანდერეითი ფიზიკის და აი ზუსტი მეცნიერების ქვეყანა ვართ რა. იმიტომ რომ ყველა ეგეთი ჩაბარება რაც ხდება, ან ჰუმანიტარული არც ერთი არ არის ჰუმანიტარული რა. ეგ იმიტოს არის რომ რაღაც ნაკლებად აქტუალურია უკვე ჰუმანიტარული მიმართულებები და უფრო ფიზიკა, ქიმია და ზუსტ მეცნიერებებზე გადავიდნენ ტიპები, მაგრამ მაინც ანუ ყველა ფიზიკოსია, ყველა მათემატიკოსია, რომელიც სადღაც ხდება რა. რავი, ზოგი ნიუ-ჯერსიში, ზოგი ჰარვარდში და ზოგი რა ქვია, რავი, ხო რა. არა, ზოგი ვარშავაში მოხდა რა. რაღაცა რანგით მესამე უნივერსიტეტში პოლონეთის, მაგრამ ეგ ხო გოჭველი ჯობია თესეულს. კი, ყველა ვარიანტში. აი ქართულ განათლების სისტემაზე ძალიან ცუდი წარმოდგენით ვარ ის და ასეც. არა და კავკასიაში რო ვიყავი, ბიჭო აი კურიკულუმს კარგად ასწავლიდნენ ლექტორები, ნაღდად ვერ ვიტყვი რომ ვინმე ვერ იყო 1-2, მაგრამ 1-2 ყველგანა რა. უმეტესად ისე ვაბარებდი რომ ანუ სემინარზე რო შევდიოდი, პროსტა გადაკითხვა მჭირდებოდა იმასაც, იმიტომ რომ წინა ლექციაზე ვუსმენდი ტიპებს რო ხსნიდნენ და ძალიან კარგად ხსნიდნენ და მესმოდა. და ვიმახსოვრებდი. მაგრამ აი კურიკულუმის იქით ძალიან ცოტა ლექტორი იყო, ვინც თავს იწუხებდა, რომ გასული იყო და შეხებოდა რელევანტურ თემებს, მაგრამ რაც არ იყო სასწავლო პროგრამაში შესული რა. მაგრამ რა არის, იცი, ძალიან აი ყურენ გარდა იმისა, რომ ბანალურად იყო ყველაფერი ახსნილი, კითხულობდი ყველაფერს იაზრებდი, ბაზარი არაა რა, მაგრამ პრაქტიკაში სად შეიძლებოდა მაგის გამოყენება, ანუ რთული მისახვედრი იყო და მით უმეტეს ჩემი ფაკულტეტზე იყო ფსიქოლოგია. და სადღაც მეც უნდა დავემუღამებინა ის და მე დავამუღამე, მაგრამ არავის არ უთქვამს ეგ, რომ ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმდინარეობები არსებობს და ერთი და იგივე პრობლემას შეიძლება ფსიქოანალიტიკოსი სხვანაირად გაუმკლავდეს და გეშტალტ-თერაპევტი სხვანაირად გაუმკლავდეს და ბიჰევიორისტი სხვანაირად გაუმკლავდეს რა. ანუ ეგეთი რაღაცეები, აი კონცეპტუალური მნიშვნელობის რაღაცეები, რაც აი უნდა გესმოდეს, ზოგადად რო საგანი გესმოდეს მაგისთვის რა. არავის არ უთქვამს პროსტა, მაგრამ ცალკე ბიჰევიორიზმის ვისწავლე, ცალკე ფსიქოანალიტიკაც, საფუძვლები რა თქმა უნდა, ის არ ვარ მაინც და მაინც უზნაზე. და აი ცალკე ყველაფერი ვისწავლე რა. აი იუნგი ნახდა რა ვარ. იუნგი თუ უზნაზე ერთ-ერთი რომელიც ებს. ბიჭო, მაგა მორო არის უზნაზე რაღაცა. ჭედლიშვილი. ხო, უზნაზე ჭედლიშვილი. მაგისია, ფსიქოლოგი? არა, კაცო, მაგისი. კაი. ხო არ ვიფიქროთ რა დავარქვათ გადაც იმას და აუ ჩაწერის მერე რა. ბარე მაგ, ანუ რორამე 20 წუთი თუ მივშევდეთ 20 წუთი არ ჩავსვათ. ბოლო 3 წუთი ჩავსვათ, როგორ მივათ იქამდე. და მაგით დამთავრდეს ვიდეო. ბაზარი არა. დაში ჭიმადაჩი. ძალიან მაგარი. სადაც ეგულა იყოს ვესტუმარი. აუ ბაზარი არა. დაიკო. შენო იტყან, დაიკო, ზამიკო, დედიკო და მამიკო. დაიკო საბურავები, კარგია რომ მითხარი. შენ მოგიტყან, დაიკო, ზამიკო, დედიკო და მამიკო. ოკეი. აიღოს გადაწყვეტილება. შვენიერი ლაივ ტრანსლაცია გამოვიდა ჩემი აზრით. აი, კაგრად ლაივ ტრანსლაცია დავარქვა. რამეს. ლაივში არ არის. რამეს, ჩემ შულს დავარქვა ლაივ ტრანსლაცია. მეგრანი იქნება და ოდესმე ჩემი შვილი ნახავს ამ ვიდეოს და გვარი ხო ლატარია, რა მოხდებოდა სახელი? აი სასაცილო სახელი და გვარი, აი გივი ლატარია არ არის? ხიკე ლატარია. ან რამხე. რამხე ლატარია? რატო? ვერ დავწვი. აბა კიდე ერთხელ.
როგორ მოგეწოდა ეს? ეს პატარა თუ დაგვასპონსორეთ და ვიტყვით პატარა რა არის. აა მე თუ არ გაგან დაგვასპონსორო ზმურა. მაგარა უნდა მოხდეს. ვა. რამხელად არის, აი რა გინდა. ცოტი ეგ დავარ ხოდა ხე. რამხე ლატარია. ვა, მოგესალმებით, რამხელად არის გასა. ვა. აი, არხი არის რამხელად არია. და გადაცემა შუქი ჩაგდა. ერი შეუძლია. თან ეგ მართლა ლატარია, რო ლატარია დაიბადა. ე უოჭო. შენ ცხოვრება, ეს ცხოვრება ლატარია. რომ მოევლინე, ეგეც კი ლატარია. შენი მეზობელიც კი ლატარია, დავითი. ეს არხიც კი რამხე ლატარია. შენ რა თქმა სიტყვებს გავუმარჯო ზნო. ოქრო სიტყვები დავხედე. რა თქმა უნდა, ძვირი კი დაждდებოდა, მაგრამ აი არა უშავს რა. ღირს. საუკეთესო ვალუტა. თქმა უნდა. მიუხედავად ისე რომ არგეთებში ვალუტები არ არის. ვინც გვიყუროს, ნუ აი 100 სკროლოს შემოსკროლოს და გაითვალით შემოგხედოს. შემოხედოი? ყველანი გაუმარჯოი. ყველანი გაუმარჯოი. ხეებს აგელეჯამე. ვა, სადღაც დავიანდედის სკოლაში გავი. ეგ არის მეგონი. კი. დავასრულეთ. იგრე მიხართ შუქი ისევ არ მოვიდა, ამის დედა შევეცი, გადაცემა დავამთავრეთ, შუქი არ მოსულა, ამის დედა მოთხა, გრაფტერ ბოდიში აი შუქი არ მქონდა, ვერ დავწერე ფიზიკურად. ეგ არის ბრძანდებოდით, აბა ნო, შეხვედრა უნდა გამხელად არის. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ და ზარს დააჭირეთ, რომ გამოიწერთ, რომ მოგივიდეთ ესეთი ვიდეოს დადების შეთხოვინება ძალიან ბევრი, იმიტომ რომ შუქი ძალიან ხშირად ხდება ამ ქალაქში, როგორც იცი და ამ უბანში კონკრეტულად. ნამდვილად მეთანხმებ, რა თქმა უნდა. ჩვენი ნახვამდის კარგად ბრძანდებოდით. ბრძანდებოდით. ვა.